სალამ მეგობრებო, დაგემოდით მორიგი ეპიზოდით და დღეს გვექნება ძალიან პრაქტიკული და საინტერესო ვიდეო კომპიუტერის შორტკატებთან დაკავშირებით. ანუ როგორ შეგვიძლია რომ ჩვენი კლავიატურა ესე დავამასტეროთ, რომ რაღაცა პროცესები უფრო დავაჩქაროთ და გავიმარტივოთ კომპიუტერის ხმარებისას. ეს იქნება ვიდეოს პირველი ნაწილი და თუ თქვენი ფიდბექი და რეაქციები დადებითი და პოზიტიური იქნება ვიდეოსთან დაკავშირებით, ფართორსაც აუცილებლად გადავიღებ ამ თემასთან დაკავშირებით. დღეს გვექნება კონკრეტულად 10 ცალი შორტკატი, არც ისე რთულები, არც ისე მარტივები, მოკლედ გავყევით ვიდეოს ბოლომდე. წავედით. მოკლედ პირველი, რომელზეც მინდა რომ ვისაუბრო, არის Windows Relax plus V. W არა V. და მოდი ახლა პრაქტიკაში ვნახოთ რას აკეთებს ეს ძალიან მაგარი თული. გავხსნათ მაგალითად რაღაცა Word-ის ფაილი და დავწეროთ რამდენიმე სიტყვა. სკამი, მაგიდა, სახლი, კარი და მოდი ვიქონიოთ ერთი სურათიც. ძალიან მაგარი რაღაცა. დავსკრინავ დესკტოპს ახლა, რომ სურათი მქონდეს აქ, ასე დავსკრინე. და შემოვიტანოთ აი აქ სურათიც. ანუ გვაქვს სიტყვები და გვაქვს სურათიც. დავაკოპიროთ ახლა თითოეული მათგანი, დავაკოპიროთ სურათიც, დავაკოპიროთ სიტყვა კარიც, დავაკოპიროთ სიტყვა სახლიც, მაგიდაც და სკამიც, Ctrl-C დავაკოპირე 4 სიტყვა და 1 სურათი. ეხლა ნახეთ რა მაგარი რაღაცა Ctrl Windows Relax plus V. აქ რო დააჭერთ თქვენი წინა სკრინშოტი, სურათი და ფოტოების სიტყვებიც გაქვთ აქ. ანუ შეგიძლიათ რომ ჩასვათ მაგიდაც ჩასვათ, სახლის ჩასვათ, სურათიც ჩასვათ, მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს დაკოპირებული არ ყოფილა, იმიტომ რომ ჩვენ სკამი დავაკოპიროთ და შემდეგ დავაჭიროთ Ctrl-V-ს, ხო მარტო სკამს დააფეისტებს, მაგრამ თუ შევალთ Windows plus V-ში, აი აქ გვაქვს წინარე დაკოპირებული და წინარე დაკოპირებული სიტყვები, ან მათ შორის სურათებიც კი. გადავიდეთ მეორე და არანაკლებ საინტერესო შორტკატზე, რომელიც არის Windows-ი, Shift და S. და ეს რას აკეთებს? სკრინავს ჩვენს დესკტოპს. ნუ ზოგადად ვიცით წინა ტიპში რაც გავაკეთე, ანუ ზოგადად print screen relax-იც აკეთებს screenshots, მაგრამ Windows Shift და S არის მისი ალტერნატივა. ზოგ კლავიატურას მაგალითად print screen relax საერთოდ არ აქვს. და აქედან გამომდინარე, აი ეს კომბინაცია Windows Shift და S-იც გაძლევს screenshots. აი ამოვაგდო კიდევაც და რა ადგილსაც გინდათ, როგორც გინდათ დასკრინავთ რა. ესე იგი Windows Shift და S. თან ახლა რა print screen რო რეძებოთ ყოველთვის კლავიატურაზე, ძალიან მარტივი შორტკატია რა. Windows Shift S ახლოსაა ეს ბლოკები ერთმანეთთან და ნებისმიერ ადგილს თამაშით სადაც არ უნდა იყოთ ყველაფერს დასკრინავთ. აი რა მაგალითად file manager-ი რო გავხსნა აქაც. Windows Shift S ამომივარდა screenshot-ი, შეგიძლიათ აქ ვიდეოც მონიშნოთ, ნუ მოკლედ აქ თულები გაქვთ უკვე რა, ესე დააჭერთ და დაისკრინება. და წინა ტიპში რაც გითხარით, შეგიძლიათ Windows plus V-ი აგერ გქონდეთ ყველაფერი რაც დასკრინეთ წინას. მოკლედ ესეც ძალიან საინტერესოა. ნუ როგორც იცით, ორი გზა არსებობს, ან print screen relax-ით, ან როგორც ხე გითხარით Windows Shift S. всё. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი შორტკატი არის Windows plus Tab-ი. მოდი ისო პრაქტიკაში რომ ნახოთ, გავხსნათ რავი, Google Chrome-ი გავხსნათ ერთი ახალი, გავხსნათ კიდე რავი PowerPoint-ი, გავხსნათ Spotify-ი მგონი გახსნილი მაქვს ისედაც, გავხსნათ OBS-ს გახსნილი მაქვს, რავი Excel-ი გავხსნათ, რამე GPU-Z-ი გავხსნათ მაგალითად. და ნუ რაღაცა პროგრამები გვაქვს რა გახსნილი და გვინდა მაგათ შორის ნავიგაცია. Windows და Tabs როცა აჭერთ, გაქვთ აი ყველაფერი, აგერ არის ჩემი რეკორდინგების, OBS-ი და ჩემი სოფტვერები ერთად ვიდეოს ვიღებ და რომელზეც გინდათ გადახვალთ, გინდა Excel-ს გახსნით, გინდა PowerPoint-ს გახსნით, გინდა Chrome-ს გახსნით, რომელიც ახლა დაამატეთ, ანუ ყველანაირად ყველაფერზე მუშაობს, ჩემი რეკორდინგიც აქაა. Edge კიდე და ასე შემდეგ, ანუ Windows Tab-ი რა, შეგიძლიათ ვირტუალურ დესკტოპებზეც იმუშაოთ, მაგრამ თუ ძალიან არ გჭირდებათ, რავი შეეშვით ამ ადგილს რა საერთოდ. უბრალოდ ტასკებს შორის გადასადგილებლად ძალიან პრაქტიკულია, რაც არ უნდა გქონდეთ, რამდენიმე არ უნდა გქონდეთ გახსნილი, გადახვალთ მაგაზე, უცებ ზედმეტი აი აქ ქეკვის გარეშე რა, ძალიან პრაქტიკულია ნამდვილად.
გადავიდეთ მეოთხე ტიპზე, რომელსაც ისევ პრაქტიკული მაგალითით გაჩვენებთ და ძალიან მაგარი შორტკატია. მაგალითად, შესრულებად ბრაუზერში, ეს ბრაუზერს ეხება ეს ტიპი და ვართ რომელიმე საიტზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და რაღაცა ინფორმაციას ვიძევთ და პარალელურად აქ YouTube-ი გვაქვს გახსნილი, რა ვიცი, Gamer-ში რაღაცა ნაწილებს ვათვალიერებთ პირობითად. ხო რა, რაღაცები დამატებული მაქვს აქ. და შემთხვევით, რომელიღაც ტაბები როცა არ გჭირდებოდა, შემთხვევით ჩავხურეთ ჩვენი საჭირო ტაბი. აი ეს. სიჩქარეში. არიდარდოთ, აქ არის კი reopen close tab. ამითიც შეგიძლიათ გახსნათ, მაგრამ ამდენი რო არ ეწვალოთ მაუსის კლიკით და აქ მიიტანოთ მაუსი, გვაქვს მაგის შორტკატი, რომელიც არის Ctrl-Shift და T. Ctrl-Shift და T ჩახურავს თქვენს წინად ჩახურულ tabs. ანალოგიურად YouTube-ი რო ჩამეხურა, Ctrl-Shift T გამოიტანდა YouTube-ს. და ასევე კიდე ერთხელ თუ დააჭერდით Ctrl-Shift T-ს, წინა ჩახურულ tabs-საც გამოიტანდა. ანუ მიხვდით რა, Ctrl-Shift და T. ძალიან პრაქტიკული და საჭირო შორტკატია ესეც. გადავიდეთ მეხუთე ტიპზე, რომელიც ფიქრობ, რომ შეიძლება ბევრმა იცოდეთ, მაგრამ მაინც მინდოდა რომ ჩამესვა ამ ვიდეოში თან პირველი ფართია და თუ მოითხოვთ შემდეგ ფართოს და ფართს, ბევრად უფრო გავართულებ შორტკატებს, რომლებიც შეიძლება რომ გამოიყენოთ. ნუ ეს არის ტექსტთან დაკავშირებული, რო გავხსნათ მაგალითად ახალი Word-ის ფაილი, ან Word-ს რო ხსნი, აქ გულისხმობ, რომ ტექსტზე მუშაობთ, რომ Word-ში არ მუშაობს, რა თქმა უნდა, ეს შორტკატი მარტო მუშაობს ყველგან, სადაც ტექსტია. მოკლედ რაიმე ტექსტი მინდა რომ ახლა აქ ეწეროს დიდი ტექსტი რა აგერ ახალი ტაბი კაცი ადამიანს დამოკოპირებ კაცია ადამიანი ძალიან მიყვარს ეს ნაწარმოები და კაი მთლიანად აუეს რა არის ტექსტი მინდა უბრალოდ აი აქედან იწყება დავაკოპიროთ ამ მთლიანი ტექსტი არ მინდა რა იქ რაღაც ნაწილს დავაკოპირებ ჩავსვათ აგერ გვაქვს რამხელა ტექსტი, ხო? რო დავდგეთ ნებისმიერ აქ ადგილას და რო დავიწყოთ backspace-ით წაშლა, იშლება თითო ასო ბგერა, თითო ჩარაქტერი. მაგრამ თუ თქვენ დააჭერთ Ctrl-ს და backspace, იშლება თითო სიტყვა. ანუ შედარებისთვის მარტო backspace-ი ჩლი ასოებს, ხოლო Ctrl backspace-ი ჩლი სიტყვებს. აი თითო კლიკი არის ახლა ეს. არ ვიცი ხა noise cancelling-ით ისმის თუ არა კლავიატურის ხო, მაგრამ for sure. ასე რა, Ctrl backspace-ი ასოები, Ctrl+ backspace-ი სიტყვები. პრაქტიკულია თუ სწორ გამოყენებას მოუძებნით ერთი სიტყვით. კარგი. მეექვსე ტიპი არის life saver-ი ზოგიერთ კონკრეტულ მომენტში. ეს არის task manager-ის გამოძახება აი ამის გარეშე. ახლა მე ჩემი კომპიუტერი გაქრაშული არ არის, რომ აქედან არ მქონდეს access-ი task manager-ზე, მაგრამ არის სიტუაცია, როცა ეკრანი გაფრიზულია, თამაში არ იკეცება, რაღაც აპლიკაციამ გაჭედა, მოკლედ გვჭირდება სასწრაფოდ task bar-ი და ამისთვის გვაქვს შორტკატი. Ctrl-Shift Escape. გვიხსნის task manager-ს ეგრევე. ძალიან პრაქტიკულია, ბოდიშა კომპიუტერს ვერ გავფრიზავ მაგის გამო, რომ ამის პრაქტიკულობა მაგალითი აგიხსნათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მეც მქონია და ყველას გქონიათ кейსები, როცა დაგჭირვებიათ task manager-ი და უბრალოდ task bar-ზე access-ი არ გქონიათ, რომ ჩაგერთოთ ან search-ზე. ამიტომ გაითვალისწინეთ. Radiolist notification გამოვიდა. Ctrl-Shift და Escape გვაძლევს task manager-ს და ხო, გვაქვს access-ი მერე ყველაფერზე. აქ უცის პროცესორს გავფლექსავ, ჩემს Ryzen 9 9950X. ნუ, ოკეი. ხო, მოკლედ გაითვალისწინეთ, Ctrl-Shift და Escape გვაძლევს task manager-ს. შემდეგი ტიპი, აი ამას კი ვფიქრობ, რომ ბევრმა არ იცოდით რა და ამ ვიდეოდან გაიგებთ. ეს არის Windows + X-ი. და ნახეთ რას აკეთებს. შეგეთ რა მენიუ მომცა, ანუ ამას ესე higher-ზე ვერ გამოაჩენთ რა. ძალიან მაგარი შორტკატია და გაძლევთ ნახეთ რამდენ installed apps, power options, event viewer, system, device manager, ანუ ძალიან ბევრ საინტერესო options-ზე გაძლევთ პირდაპირ თქმას, რომ აქედან გახსნათ, მათ შორის file explorer-ი, ტერმინალი და ასე შემდეგ. ძალიან მაგარი ფუნქციონალია კომპიუტერის, მათ შორის shutdown-ით შეგეძლიათ აქედან
დაიმახსოვრეთ Windows +X. აი დამიწერეთ თუ იცოდით, ძალიან მაინტერესებს ამ შარტკატზე თუ იცოდით რა და აუცილებლად კომენტარებში დამიწერეთ. გადავიდეთ შემდგომზე, რომელიც არ ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ყველას გამოადგება. კონკრეტული ტიპი უნდა იყოს მომხმარებლის, რომელსაც ეგ ხშირად დაჭირდება რა. Alt-Enter-ია შარტკატი და ნახეთ რას აკეთებს, აი მაგალითად მაგ ფოლდერი blank uploaded ამ ფოლდერზე ჩვენ მე ვისაუბრებთ შემდეგ ვიდეოებში, რომ დავაჭირო blank updated-ს კი არა updated-ს ერთხელ მაუსი რომ მომნიშნო უბრალოდ და მე Alt-Enter-ს დავაჭირო, მაძლევს ინფორმაციას ფოლდერზე. ანუ აი აქ რასაც აკეთებდით რა, property-ში რო შედიოდით, მაგას აკეთებთ თქო შარტკატით. Alt-Enter. ანალოგიურად არ არის აუცილებელი ფოლდერი იყოს, პროგრამა რო იყოს, Alt-Enter და მოგცემთ ინფორმაციას რა. ყველანაირად მუშაობს. აი ეს. რავი, თამაშზეც. მივხვდით რასაც აკეთებს, ინფორმაციას გაძლევთ ერთი შარტკატით, რომ დაიმახსოვროთ და გამოიყენოთ პრაქტიკაში გამოგადგებოთ. თქო, ხო არ ვფიქრობ, რომ ყველასთვის არის ეს შარტკატი რა. აქვე გადავალ შემდეგ შარტკატზე და თითქოს ახლოს არის წინასთან, იმიტომ რომ წინა თუ Alt-Enter-ით გვაძლევდა ინფორმაციას, ეხლა რომ დადგებით რომელიმე დესკტოპის აიკონზე, რავი, ან ფოლდერში რომელიმე აიკონზე, F4 ღილაკია ეს, ანუ არ ვიცი იცოდით თუ არა, მე დიდი ხანია არ არის რაც აღმოვაჩინე, ანუ F4-ს რო დააჭერთ, rename-ს უკეთებთ ხოლმე. ძალიან ბევრჯერ არის ხოლმე რომ ძალიან ბევრი დოკუმენტებია ჩამოწერილი, ყველა სჭირდება rename და სათითაოდ აი აქ დააჭირო, მე დააჭირო, წაშალო, ცოტა ესეთია რა, ანაკელა რო შეხვიდე და rename-ს დააჭირო, ცოტა დროის წამგები არის, როცა ბევრ ფაილზეა სამუშაო. ამიტომ დადგებით F4-ს დააჭერთ და იწყებთ გადარქმევას. ფოლდერებსაც ეხება და ფაილებსაც არა აქვს მნიშვნელობა. აი. მე FN მჭირდება რომ F4 გამოვიყენო და მაგითო გამებაგა. მოკლედ FN-ი F4 ღილაკი აკეთებს მაგ ყველაფერს შარტკატი ესე არის თუ არა ვერ გეტყვით, მაგრამ ხო ძალიან მინდოდა რომ ვიდეოში ჩამესვათ, რომ ძალიან პრაქტიკულია რიგ შემთხვევებში. და ბოლო შორტკატი, რომელიც მინდოდა შორტკატი თუ შარტკატი. ეგეც სამეწერეთ კომენტარებში, რომელი უფრო სწორია. და ბოლო ხო მოკლედ დღეისთვის რაც უნდა მოჩვენებ, ეს არის დესკტოპზე სწრაფი გადასვლა, ანუ რო გავხსნათ ჩვენ Word-ი, ეს Excel-იც, რავი, ზოგი დაპატარავებული რო იყოს, PowerPoint-ი, მინდა რომ ყველაფერი ამოუკეთო რაღაცნაირად დესკტოპზე რა, რაღაცები ვიქონე, ჩემი რეკორდინგიც იყოს. აი ნახეთ რამდენი რაღაცა გვაქვს რა და უცებ გინდათ რომ რავი დესკტოპიდან, ესა სულ ჩაბარაკ. გინდათ რომ დესკტოპიდან დესკტოპზე ქონდეთ access-ი, რამე ფაილი გახსნათ ან აპლიკაცია გახსნათ, რაღაცა გჭირდება დროულად რა. საცითაოდ ყველაფერს ჩაკეთოს ხო არ დაიწყებთ ესეა რა, ხო არ, ანუ time consuming-ია რა, დრო მიაქვს, ამიტომ გვაქვს ეგეთი შარტკატი. Windows +D. ეგრევე იჭდებით დესკტოპზე. ძალიან კარგია რა, ძალიან პრაქტიკულია ეს მართლა. უამრავჯერ დამჭირებია მე პირადად პრაქტიკაში და დარწმუნებული ვარ თქვენც გამოგადგებათ. ანუ კი ნახეთ, აი აქ რო აიკონი არის show desktop, ესეც მაგას აკეთებს, ხა translucent taskbar-ზე კარგად არ ჩანს, მაგრამ anyways, ანუ Windows D უფრო სწრაფია რა. და თუ ხო რაღაცები გქონდათ გახსნილი და Windows D-ს დააჭირეთ და desktop-ზე გადმოხვედით, ანალოგიურად კიდევ ერთხელ რო დააჭიროთ Windows D-ს, რაც ბოლოს ჩაკეთეთ, იმასაც გამოგიტანთ ეგრევე რა. ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან პრაქტიკული შარტკატია. სულ ეს იყო მეგობრებო, 10 ცალზე ვისაუბრეთ ამ ვიდეოში. იმედია მოგეწონათ და დაეწონებული ვარ რომ მოგეწონათ უფრო სწორედ. აუცილებლად მომეცით ფიდბექი ამ ვიდეოზე, რომ ფართორის გადაღება დაუპირო თუ არა ვიცოდე. ჩვენ კი შევხვდებით უფრო საინტერესო და მრავალფეროვან ვიდეოებში. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეგ მაძლევს ძალიან დიდ мотивაციას თითქმის 500 subscriber-ზეც ავედით. ნახვამდის.